მოგესალმებით ბატონო გელა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დუბაიში და ბატონ გელასთან გვაქვს რამოდენიმე საინტერესო კითხვა, რომელზეც ახლა გვიპასუხებს. მოგესალმებით და აი ამ კითხვებს, რასაც დამისვამ, ყოველთვის რა კითხვას დამისვამ. თუ ახლა გიპასუხებთ, ვინაიდან გარწმუნებული ვარ, კითხვები იქნება სწორად ასმული. კი ბატონო. გისმენთ? ჩვენ გვაინტერესებს რამდენი წელია, რაც კავშირები გაქვთ დუბაიში და რატომ დუბაი? წარმოიდგინეთ, დუბაისთან მაკავშირებს დაახლოებით 30 წლიანი ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადამიანი ვიყავი დუბაიში რომ ჩამოვედი, როცა უკვე გავიგეთ დუბაის სახელი, იმის შემდეგ დუბაიში ჩამოვედი დაახლოებით 30 წლის უკან და დუბაიდან პირველი ბიზნესი გავაკეთე ზუსტად 26 წლის უკან. 26 წლის უკან შევიყვანე პირველად ავტომობილები საქართველოში. ყველაზე საინტერესო ფაქტი რა გახსენდებათ იმ პერიოდში, რაც გადაგხდეთ თავს? აი წარმოიდგინეთ, საქართველო არის ჩემი ქვეყანა, სენაკი ჩემი სახლი, მაგრამ ამის შემდეგ თუ სადმე მინდა და სურვილი მაქვს რომ ბიზნესი ვაკეთო, ეს არის დუბაი. ვინაიდან დუბაის ძალიან მაგრად შევეჩვე, მოვერგე, ძალიან ბევრი ნაცნობები მყავს და დუბაიში ჩვენი ადამიანისთვის ბიზნესის კეთება მარტივია. როგორ ხდება? არასდროს ამერიკაში ბიზნესი არ გამიკეთებია და არც არასოდეს არ გავაკეთე. რატომ? იმიტომ რომ ამერიკა არის დუბაიში და ნებისმიერი ბიზნესი დუბაიში, ჩინეთიც დუბაიში, ევროპა, აზიაც და ამერიკაც არის დუბაიში. როგორ არის? აი ავიღოთ ახლა ჩემი სფერო, ავტოსფერო. წარმოიდგინე 30 წლის უკან ჩამოვედი, რაღაცა კუთხით დავიწყეთ ბიზნესი, მაგრამ მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ყველა მიცოდეს დიდმა და პატარამ, რომ დუბაიში აქ ავტომობილი არასდროს არ იწარმოებოდა და არასდროს არ იწარმოება. აქ არის დუბაი, თოთოლე, მთელი დუბაი არის გაუმბაჟებელი ზონა, არის ავტოქარხნები, რომელიც ავტომობილს ამზადებენ და დუბაის გაუმბაჟებელ ზონიდან ყიდიან. სოფლიოში ყველაზე დიდი ზონა არის პირველი ამერიკაში, მეორე ბელგიაში და მეორე დუბაი და მისი გარემოცვა.